მოგესალმებით. Თქვენ უყურებთ ნეტგაზეთის პირდაპირ ეთერს და ჩვენ ახლა ვიყოფებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული 8 პირი. რამდენიმე წუთის წინ დაახლოებით 5 წუთის წინ ალბათ მოსამართლე ნინო თარაშვილმა გაათავისუფლა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 8 პირი. მე შეგახსენებთ, რომ გუშინაც გაათავისუფლეს 8 პირი. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვეს საპატიმრო. ჩვენ ახლა მათ ველოდებით სასამართლოს ჭიშკრებთან, მოგეხსენებათ, სასამართლოს ეზოში გადაღების უფლება არ გვაქვს ჟურნალისტებს, არც სასამართლოს შენობაში, ამიტომ აი ესე ჭიშკრებთან ველოდებით ჟურნალისტები. იმისთვის რომ გავესაუბროთ, აი ერთ-ერთი მათგანი ახლა თქვენ ხედავთ. მე ჩამოგითვლით იმ ადამიანების გვარებს, რომლებიც დღეს აი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა მოსამართლე ნინო თარაშვილმა. ერთ-ერთი აი თემურ ქურციკიძე არის ეს ადამიანი, თუ სწორად მახსოვს. ჩამოგითვლით, სანამ დანარჩენები გამოვლენ, იქნებ რომელიმე მოინდომოს მედიასთან კომუნიკაცია. ესე იგი, ესენი არიან გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუ კალაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურვენიძე და თემურ ქურციკიძე. ყველა მათგანმა გააფორმეს საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან, ეს ნიშნავს, რომ მათ აღიარეს მათთვის წარდგენილი ბრალი. ამ ბრალის შესახებ მოგვიანებით დეტალურად მოგიყვებით და ამის ბრალის აღიარების შემდეგ პროკურორმა ვაშა წვიტარია მათ ბოდიში შემოვალ ნოტარო გვერდზე გადახვიდეთ. შეუფარდა სამწლიანი პირობითი მსჯავრით გამოდიან ეს ადამიანები ციხეში. ციხიდან მე უბრალოდ მინდა გაჩვენოთ რა პირობებში მუშაობთ ხოლმე ჟურნალისტები სასამართლოსთან. თქვენ ახლა ხედავთ ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც აი ესე ჭიშკრებთან დგანან და ელოდებიან, როდის გამოვლენ ბრალდებულები, ადვოკატები, პროკურორები ეზოდან, იმიტომ რომ ეზოში გადაღების უფლება არ გვაქვს, ისე როგორც სასამართლოს შენობაში. სულ რაღაც 1 წელია, 1 წელით არ არის, რაც ეს კანონი მოქმედებს. და გარდა იმისა, რომ ეს ჩვენ ჟურნალისტებს გვიშლის ხელს მუშაობაში, ეს არის თქვენთვისაც თქვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც პრობლემური, იმიტომ რომ თქვენ ვერ ხედავთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფაქტს, მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც ამ შენობაში, ამ ეზოში და ამ სხდომათა დარბაზებში ხდება. ჩვენ გვიწევს ხოლმე, რომ შემდეგ უკვე ამ ჭიშკრის გარეთ მოგიყვეთ, ასე ვთქვათ, ან წერილობით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდებოდა სხდომათა დარბაზებში. კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ეს არის 8 ადამიანი, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 ადამიანი, რომლებმაც აღიარეს მათთვის წარდგენილი ბრალი და საპროცესო გააფორმეს პროკურატურასთან, სამწლიანი პირობითი მსჯავრი მიესაჯათ მათ და მოსამართლე ნინო თარაშვილმა ისინი პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. ისინი ახლა სასამართლოს შენობაში და ეზოში ოჯახის წევრებს ესაუბრებიან, ხვდებიან, ეს არის პირველი ემოციები მათი შეხვედრის, მათი კომუნიკაციის, რომელსაც თქვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ თქვენ არ გვეძლევენ მაგის უფლებას, რომ ეს ყველაფერი გადავიღოთ. თქვენ ხედავთ მანდატურები მუდმივად დავიციოთ რა, აკეთებთ და გამოვლენ მანქანები შემოდიან, როგორ შეიძლება ეს? გადავიციოთ. ოდის ეგერ მანქანა, აი პოლიცია მოდის და გადავიციოთ. გადავიციოთ ეს სამოდის მანქანა და აი იქნება და აი კიდევ ერთხელ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს გარემოება, რასაც თქვენ უყურებთ და ეს ფაქტი არის არა მარტო
პრობლემა ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ძალიან რთულ პირობებში გვიწევს ხოლმე მუშაობა. აი აქ ამ ჭიშკრებთან ფაქტობრივად დიღმის ტრასაზე საათობით გვიწევს ხოლმე დგომა ჩვენ, განსაკუთრებით ოპერატორებს, რომლებიც ამ თარში, ყინვაში, წვიმაში, ქარში, სიცვეში საათობით დგანან. ეხლა ზაფხულში სიცხეში, მზეში, აქ ჭრილიც არ არის ხოლმე, როცა მზეანეთებს და მზიანი ამინდია და მუდმივი არის კამათი და ჭუბი მანდატურებთან, სასამართლოს მანდატურებთან, რომლებიც აი ესე ნაბიჯებს გვითვლიან, რამდენი ნაბიჯით შიგნით ან გარეთ ვიქნებით ჭიშკართან, ჭიშკარში ასე ვთქვათ. აი გამოვიდა როგორც ხვდები ერთ-ერთი ბრალდებული, მე ვეცდები რომ მისი კომენტარი მოგასმენინოთ. აი ბექა ქელექსაშვილი არის ეს ადამიანი. ბექა არის ყველაზე პატარა ამ ჯგუფის წევრებს შორის, 21 წლის არის ის. ლატვია მიდის პროცესები და ბოლოს ვერტიკალი ადრე განაჩენამდე გაცხადდა სია იმ ადამიანებს, ვინც საფრთხეს აფორმებს. რთული იყო თქვენთვის და რატომ? რთული იყო, მაგრამ თავისუფლების პასში ყველაფერზე დიდია რა. ეს მასალა თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ. რაც გააკეთეთ პირველი? პირველი ოჯახის ხელმძღვანელი. მონაწილე ადამიანის და მე ხშირად იყავით აქციაზე, აპირებს დავბრუნებას. შეიძლება საფრთხის დაუყოვნების პირობაც გახდეს. თუ იცით ჩვენ დეტალები, როგორ შეგიძლიათ ჯერ არ ვიცი არ გადამიწყვეტია. პირობითის ფარგლებში. ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ ყველაფერზე ვიფიქრებ. ბექა ქელექსაშვილი, რომელიც არის 21 წლის, ის არის ყველაზე პატარა ბრალდებული იყო არა მარტო ამ ჯგუფში, არამედ ზოგადად 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს შორის. მე შეგახსენებთ, რომ 64 დაკავებული იყო სულ. ყველაზე ასაკოვანი თუ არ ვცდები 74 თუ 15 წლის არის ყველაზე პატარა, მე მგონი ყველაზე პატარა თუ არ მეშლება არის ეს ადამიანი, რომელსაც ახლა უსმენდით, ბექა ქელექსაშვილი. რომელსაც სხვა დღეს გათავისუფლებულ სხვა ბრალდებულებთან, აწუყვე მსჯავრდებულებთან ერთად, მსჯავრდებულების მსგავსად ორი სხვადასხვა მუხლის დარღვევას ედავებოდა პროკურატურა. ეს არის პირველი ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში ძალადობაში მონაწილეობის მიღება და მეორე სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, სტრატეგიული ობიექტი ამ შემთხვევაში იგულისხმება პრეზიდენტის სასახლე, მათონელის რეზიდენცია, სადაც განვითარდა მოვლენები 2025 წლის 4 ოქტომბერს. კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც დღეს გათავისუფლდნენ სასამართლოს ხდომათა დარბაზიდან 8 მათგანი: გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელექსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმენძე და თემურ ქურციკიძე. მათ აღიარეს წარდგენილი ბრალი და 3 წლიანი პირობითი მსჯავრის შეთანხმებით გამოვიდნენ ციხიდან. მათგან ამ 8-დან 7-ს 2 მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და მხოლოდ ერთ მათგანს, ავთანდილ სურმენძეს, ჰქონდა 1 ბრალი წარდგენილი, მხოლოდ 1 225 მუხლი, რომელიც არის ძალადობაში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღება. ძალიან ზედაპირულად რომ გითხრათ, ასე ვთქვათ, მტკიცებულებებს დეტალურად ცხადი ახლა ვერ განვიხილავთ, მაგრამ ძალიან ზედაპირულად რომ გითხრათ, ფაქტობრივად ყველა ადამიანი, ვინც იმ დღეს სასამართლოს ეზოში შევიდა პრეზიდენტის სასახლის ეზოში, ყველას წარუდგენეს ბრალი მისი ბლოკირების და ხელში ჩაგდების მცდელობით და ადამიანები,
ვიც გარკვეული ქმედებების გამო დააკავეს, მაგრამ იყვნენ მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის გარეთ, ანუ ეზოში არ შესულან, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლი წარუდგინეს ბრალი, როგორც გითხარით, ავთანდილ სურმენიძე ამ ჯგუფში ერთადერთი, რომელსაც მხოლოდ ერთი მუხლი ჰქონდა, დანარჩენს ყოველს ორი მუხლი ჰქონდათ ბრალი წარდგენილი, 2 და 3 წლიანი მუხლებია, 3 წელი შეუფარდეს პირობითი, რომელმაც შთანთქა უფრო ნაკლები, ასე ვთქვათ, ნაკლები სასჯელი, ანუ 2 წლიანი მუხლი საბოლოო ჯამში მათ 3 წელი პირობითი აქვთ. ჩვენ არ ვიცით სიმართლე გითხრათ დეტალები რას გულისხმობს შეთანხმება გარდა იმისა, რომ რაღაც 3 წელი პირობითი აქვთ, რა შეზღუდვებს გულისხმობს ეს ყველაფერი, მაგალითად აქციებში მონაწილეობის უფლება აქვთ თუ არა, ან სხვა რა შეზღუდვები, ქვეყნის დატოვების უფლება და ასე შემდეგ, თუმცა ამ დეტალებს ალბათ გავიგებთ მათგან, ან ადვოკატებისგან თანდათან. მე შეგახსენებთ, რომ გუშინაც გაათავისუფლეს 8 ადამიანი 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, ისინი პირობითი შეთანხმების საფუძველზე და დღეს, აი დაახლოებით 1 საათში გათავისუფლდება ასევე 6 პირი ამავე საქმეზე ბრალდებული, საბოლოო ჯამში საპროცესო უფორმდება 22 ადამიანს გვეხედავთ ახლა ვახო ფიცხელაურს შვილებთან ერთად აქტივისტი გორიდან, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა დაკავებამდე პროევროპულ აქციებში, მათ შორის შიმშილობდა რუსთაველის გამზირზე. საბოლოო ჯამში ის ხობთან ერთად დააკავეს ოქტომბერში, 8 თუ 9 ოქტომბერს 8 თვე გაატარა მან ციხეში. მნიშვნელოვანია გითხრათ, რომ ვახო ფიცხელაური 8 თვის განმავლობაში არ ესწრებოდა სასამართლოს ხდომებს, ის ამბობდა, რომ არ აპირებს თანამშრომლობას პროკურატურასთან და პოლიციასთან, თუმცა 8 თვის თავზე პირველად გუშინ მოვიდა ის სასამართლოში და 8 თვიანი, ასე ვთქვათ, თანამშრომლობაზე უარის შემდეგ მან თქვა, რომ აღიარებს მისთვის წარდგენილ ბრალს, რის შედეგადაც უკვე დღეს გათავისუფლდა. მე ვეცდები, რომ მოგასმენინოთ ერთ-ერთი ბრალდებულის კომენტარი. გურიელ ქარდავა მარის ეს ადამიანი. და მოუკითხა, რომელიც საქართველოს ნებისმიერ ციხეში იბრძოდა, მათ მალე გათავისუფლება და თავისუფლების დაბრუნება აუცილებელი. ეს ხატია, მოდიოთ. აი ეს მეთქი უკრაინის. ახლა ასევე ყველა პოლიტიკური ნიშნი დაკავულ ადამიანს მიესალმები და მადლობას გადავუხდი იმ თორეს და რასაც აკეთებენ და აპირებენ მომავალში. ეცებზე იმას ვიტყვი, რომ ეს არის ფიცხელაურის ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც გავიარე, გაჩერებას არ ვაპირებ. ნინი, მოდია. რაღაცა აკეთებდა, რომელიც მეკესებოდა იმ პასუხის მოდია, რომ აკასუპისგებლობით იარო ასე რომ დიდება საქართველოს გამარჯვება თქონდა თქვენ საპროცესო შეთანხმებაზეც რომ გითხრათ როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება 9 თვიანი უარყოფის შემდეგ, აი როგორ შეთანხმდით პროკურატურასთან? მაგას მე ერთი წამი თვითონაც გითხრათ და თქვენს კითხავთ. ზოგადად მაგას მერტმა თქვა ასეთი რამე. მერტმა თქვა ასეთი რამე. როცა გაგარტყამენ ერთ ლოყაში მიუსურეთ მეორე ლოყავ. აი ესაა ჩემი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით. გურიელ ქარდავას უსმენდით თქვენ? გურიელ ქარდავას უსმენდით თქვენ? მე ხო ვეცდები, რომ სხვაების კომენტარებიც მოგასმენინოთ, გვერდით დგანან ავთანდილ სურმენიძე და ვახო ფიცხელაური. ვეცდები, რომ მათი პოზიციაც მოგასმენინოთ, ასე ვთქვათ. ავთანდილ სურმენიძეს გიო, წავკიდე ვარ. მადლობა ძალიან. ბოდიში. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, იმ ბრალის შესახებ 8 თვიანი თქვენ მოგიწიათ. მორჩი თუ ვერა. თქვენ უკრაინაშიც. მოდი. ხო, რო გითხრათ, რატომ იყავით აქციაზე, რა იყო თქვენი მოთხოვნა და შემდგომის მოვლენები რა? დიმა, მოდი. ჩვენი აქცია
ის ჩაწერილი იყო ტელეფონით ისე არ ტელეფონი ჩაჭრიეთ რა. არა, ნანუკა. არა. მადლობა. მაშინ გაი. ცხელაური ვახსოვს. მარი. არ მინდაო ჩაწერო. არა ერთხელ იყავით სისტემის სამის ნიჭო მახსოვს რომ აი როგორ არა, მაგრამ აი მაკონა თვითონ დაგასმაში მე არ გავიმეორე რაც თვითონ თქვა. კი. რაც თვითონ თქვა ის არ გავიმეორე. თქვენი დაკავება რა მეთქი და რა პრეტენზია ქონდა როგორ ვიქცეოდი ჩაგიგდებოდი ლინკით და ნახე რომ ვეხვეწებოდი ჭიჭებოდიაზე გამეცე მე რატო გაიმეორე დღეს არასწორი რატო გაიმეორე მე რატო გამეორე რომ რაღაცა არა რატო გადაწყვეტინა ეს წამილა ბოდიში მაგასა არა, მოგონდა არასწორი ხარ და მე გადახედო, შეჭეპედულა. კიდევ ერთხელ მოკლედ შევაჯამებ რა მოვლენები განვითარდა დღეს სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაათავისუფლეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 8 ადამიანი: გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, ავთანდილ სურმენიძე და თემურ ქურციკიძე. 8 ადამიანი გაათავისუფლეს გუშინ. დაახლოებით 1 საათში დაიწყება სხდომა, სადაც კიდევ 6 ადამიანის საქმეს განიხილავენ და ისინიც გათავისუფლებიან დარბაზიდან. საუბარია ჯამში 22 ადამიანზე, რომლებმაც დათანხმდა ასე ვთქვათ, საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და გააფორმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება. ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გულისხმობს ბრალის აღიარებას და ამის სანაცვლოდ 3 წლიან პირობით მსჯავრს, ანუ ისინი სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან. 22 ადამიანზე საუბარი, როგორც უკვე გითხარით, 10 ადამიანს უკვე მისჯილი აქვს 4 ოქტომბრის საქმის ფარგლებში პატიმრობა. 32 ადამიანის ასე ვთქვათ შედეგი ვიცით და დარჩა 32 ადამიანი, რომლის განაჩენსაც ასე ვთქვათ დავალოდებით. პრინციპში საქმე უკვე იმ ადამიანების სასამართლო განხილვა, რომლებიც საპროცესოს არ თანხმდებიან ან სხვადასხვა მიზეზის გამო პროკურატურა მათ არ უფორმებს საპროცესოს, უკვე თითქმის ბოლოში არის გასული. ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია და ალბათ უახლოესი 2 მაქსიმუმ 3 კვირის შუალედში გავიგებთ იმ ადამიანების განაჩენს, რომლებიც საპროცესოს არ თანხმდებიან, ან რომლებთან საპროცესოს პროკურატურა არ აფორმებს. უკვე გითხარით, რომ ასეთი არის სულ 32. მოკლედ სტატისტიკურ მონაცემებსაც გეტყვით, უფრო ნათელი რომ იყოს თქვენთვის 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული მოვლენები. 64 ადამიანი დააკავეს სულ ამ საქმეზე. ამ 64-დან, უბრალოდ 64 ადამიანის ბრალი წარუდგინეს, თუმცა დაკავებული იყო მხოლოდ 62, იმიტომ რომ 2 მათგანი იძებნებოდა. ერთი არის ანტონ უპერი, რომელიც პროკურატურის ვერსიით რომელმაც ქვეყანა დატოვა 4 ოქტომბრიდან მალევე რამდენიმე დღეში და მეორე არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც პრინციპში არც 4 ოქტომბერს არ ყოფილა ქვეყანაში, მას ედავებიან უბრალოდ უკვე მიუსაჯეს 2 წელი მოწოდებისკენ, სახელმწიფო ხელისუფლების ამხობის მოწოდების ბრალდებით. დანარჩენი 64 ადამიანი იყო დაკავებული, ამ 64-დან 62 ადამიანი, 62-დან 4 გირაო საიმცლოდ იყო გათავისუფლებული სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად მარიამ მეყანწიშვილი არის 14 წლამდე ბავშვის დედა, 7
წლის შვილი ყავს მას თუ სწორად მახსოვს და ამ საფუძვლით გამოუშვეს ევა შაშიაშვილი, რომელსაც გუშინ გაუფორმდა საპროცესო. ევა შაშიაშვილმა ყველაზე მალე, ყველაზე ადრე აღიარა წარდგენილი ბრალი და ამ საფუძვლით გამოუშვეს ჯერ კიდევ დეკემბერში და სულ 4 ადამიანი იყო, რომელიც უფრო ადრე იყო, ასე ვთქვათ, გათავისუფლებული ვიდრე სხვები, დანარჩენი 58 ადამიანიდან ამჟამად ამ წუთის მონაცემებით უკვე 16-მა დატოვა ციხე და კიდევ 6 ადამიანი დატოვებს დაახლოებით ალბათ 1 საათში. ისინი უკვე გადმოყვანილები არიან, როგორც მე ვიცი, ციხიდან სასამართლოში დაახლოებით 1 საათში დაიწყება სხდომა, სადაც უკვე შეთანხმება, რომელიც ამ ადამიანებსა და პროკურატურას შორის შედგა, დამტკიცდება მოსამართლის მიერ, რის შემდეგაც ისინიც გათავისუფლდებიან პატიმრობიდან. მე ჩამოვთვლი იმ ადამიანების სახელებს, რომლებიც დაახლოებით 1 საათში გამოვლენ ციხიდან. ესენი არიან ხვიჩა გოგოხია, გიორგი ქორქია, ლევან ჯიქია, გიორგი რურუა, ლაშა ივენიძე და სერგო მეგრელიშვილი. ახლა არის 5:20 წუთი, 5 საათი არის ჩანიშული სხდომა, სადაც მოსამართლემ ამ ადამიანების საპროცესო შეთანხმება უნდა დაამტკიცოს და ამის შემდეგ ისინიც დატოვებენ პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ასე ვთქვათ, ხო, ასე ციხიდან გადმოყვანილები არიან და პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებიან. ასე რომ მე ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, დაგიბრუნდებით დაახლოებით 1 საათში, მას შემდეგ, რაც უკვე ის 6 პატიმარი, რომელთა სახელებით ცოტა ხნის წინ ჩამოგითვალეთ, დატოვებს საპატიმროს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დასასრულს მე მინდა მათთვის, ვინც აუდიტორიისთვის, ვინც გვიყურავს, კიდევ ერთხელ გამამახვილო ყურადღება იმაზე, რა პირობებში მუშაობენ ჟურნალისტები სასამართლოს შენობაში. თქვენ ხედავთ, ფაქტობრივად დიღმის ტრასაზე დგანან ჟურნალისტები, ოპერატორები და მათ აი ამ ჭიშკრის შიგნით შესვლის შესაძლებლობა არ აქვს, არ გვაქვს ჩვენ ამის შესაძლებლობა, ისევე როგორც სასამართლოს შენობაში დაახლოებით 1 წელია, რაც ეს კანონი მოქმედებს, რომელიც ქართული ოცნების პარლამენტმა დაამტკიცა და ეს არის არამხოლოდ პრობლემა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, რომლებსაც ხელი გვეშლება, ასე ვთქვათ, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ეს არის პირველ რიგში თქვენთვის პრობლემა, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან კადრს ვერ ხედავთ, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ იგებთ, რომლებიც ამ ჭიშკრის შიგნით და აი ამ შენობაში ხდება, თქვენ მხოლოდ იგებთ იმ ინფორმაციას, რაც აქედან გამოაქვთ სხვა ადამიანებს, მათ შორის ჩვენ ჟურნალისტებს, თუმცა ცხადია, ყოველთვის ესე წერილობით ან სიტყვიერად ყოლა არ არის საკმარისი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ ხედავდეთ იმას, როგორ მიმდინარეობს სასამართლოს სხდომები, რა მტკიცებულებებს იკვლევენ, როგორ იკვლევენ, დაკითხვები როგორ მიმდინარეობს, ზოგადად თელის პროცესი როგორ მიმდინარეობს, რომელზეც წვდომა პრინციპში შეგეზღუდათ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პარლამენტში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავს სასამართლოს შენობაში გადაღებას. ეს ყველაფერი მოხდა იმის პარალელურად, რაც გამჭვირვალობის საფუძვლით არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო მოქმედმა პარლამენტმა დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შესაზღვრად. ასეთი არის ვითარება ახლა თბილისის სახალხო სასამართლოსთან. დაგემშვიდობებით და დაგიბრუნდებით დაახლოებით 1 საათში, მას შემდეგ რაც კიდევ 6 პირი დატოვებს ციხეს.